სკალას მითხრა ადრე. დამჭამებით თავში, ალბათ ეგრე მოხდება. რომ აი მაგალითად AI-ის განვითარება საბოლოო ჯამში იმას გამოიწვევს, რომ AI-ის განვითარება კი ზოგადად რა ეს რეალობა რომელიც მივიღეთ ახლა, იმას გამოიწვევს, რომ ადამიანი იძულებული გახდება ტვინი ისე განვითაროს, რომ მარტივად მოახერხოს განსხვავება ერთმანეთისგან რა არის ტყუილი, რა არის ფეიქი და რა არის უნდა გამოგიმუშავდეს, ხო? ანუ ავტომატურად ახერხებ უკვე რა მე მახსოვს ხა ბავშვობაში პატარა ვიყავი 98 წელია შეიძლება. აი ზმაკაცთან ერთად სონებში ვიყავი და თამაშობდით Sony 1-ზე შემო აი რა შემოვიდა და ნაფეხბურთი ეგონა. შემოვიდა. ხო. Sony 2-ზე შეიძლება რა თამაშობდით არგენტინა, ბრაზილიას, მე და ეს და კაცი ასაკოვანი შემოვიდა და ადგა და ვიყურებდა უკან და მე იკითხა ვინ და ვინ თამაშობსო. და რა ანგარიშია. ანუ მართლა ის ანგარიში ეწერა მე ვერ ხედავდა ვერ დაინახეთ. ანუ ნამდვილი თამაში ეგონა რა. რაც ეხლა რო ვიხსენებ მე ის ფეხბურთი ხო და ის ფეხბურთი თან ეხლა რო გამახსენო ეხლა რო ვიხსენებ მე მგონია რომ კაი ხარისხის იყო შედარებით ეხლა რო ჩამშტო გავგიზდები იქნება ოთხკუთხედი რაღაც ხო კვადრატები და იმ ადამიანს ნაღდი თამაში ეგონა რა იმიტომ თვალი არ ქონდა მიჩვეული რომ ეს შეიძლება ესეთი რაღაცა ნახოს და არ იყოს ნამდვილი ფეხბურთი რა და იგივე ამბავია ის განვითარდება რომ ვიღაც ჩვენ ვარ გავარჩევ ხო და არა ხო და ჩვენ არა ხო და უნდა ეხლა ცხوارი ბიჭო AI ვიდეოს რო ხედავ ძალიან კაი ხარისხის AI ვიდეოს ხო ხვდები რომ AI-ია ხო ხვდები ფოტოზე უკვე იცი სად მე რას ფოტოზე არის რაღაცა აი გაბრაზე აი თამბნეილებზე რომ მაგალითად ეხლა რაღაცა გაბრაზებული ილია თოფურია კაკი ჯერ ხვდები ან მეც მაგას ჯერ მეც ხვდები დღეს ნახე ანუ იდეაში ფეიქი არ უყურებ ხო შეიძლება რომ ადამიანი უკვე იცი დეტალები დაიხვეწება არა ბიჭო რაღაცა იქნება რაც არჩება რა ჩაერთე რა რაღაცა იქნება დაიხვეწება აი რაღაცა ეს უყურე ჩენდლერის და ჯოუის ფრენდსიდან იყო მომენტი რომ ლაპარაკობ. ჯერ ატყობ, მაგრამ რა მაგრად იყო გაკეთებული უკვე. ძალიან შტამბეჭ ემოციებით ატყობ აი. ხო, ნუ ბევრი მითი შეამჩნევს რომ სმარტფონები ეჭირათ და თანამედროვე დროზე იყო, მაგრამ ბიჭო სახიფათოდ სახიფათოდ ჩემი ხო, არა იქ აწერია კიდევ პლატფორმა მე რა ვთქვი, იცი რომ პლატფორმაში რომელიც TikTok-ი იქნება YouTube-ი თუ Facebook-ი უნდა ჩაშენდეს ასევე AI რომელიც ვიდეოებს დააწერს, ეს არის AI generated content. ეგრეც არის. TikTok-ზე გვხვდება, უკვე აწერია, რომ ეს არის AI generated, იმიტომ რომ ზოგი ძალიან რეალურია, მართლა, ძალიან რეალისტურია. და ზოგადად ახლა ადამიანის მიმიკას რო აკვირდები, შენ ეგეთ ვიდეო შეგვიძლია საერთოდ არ იყოს. ხო, შენ აიცი, რა თქვი, იცი, ამახსენდა ახლა, რომ აუცილებელი გახდება უკვე ადამიანი უკვე მიენდობა პირველ წყაროს, ასე ვთქვათ. ანუ იძულებული იქნება რომ წყაროსაც თუ ვერ დაადგინე? არა, მე სხვა ზგავ. რატო ბაციკაც ეს არ უგულისხმია? ახლა ჩავრთოთ პირდაპირ ეთერში და გვეტყვის და სხვა ტატაბაციკაც რომ ართავენ. კიდევ ვიღაცა რო ერთვება. მე ეს არ ვიტყვის. ბიჭო, ანუ იმას გეუბნები რომ AI-ის მატრიოშკა. 200-ის ეპოქაში გავიჩნდებით ისეთ სერიოზულის, რომ შეიძლება ძალიან მალე დაუდგენელი გახდეს. ხო, მაგრამ ეგ იდენტიფიკაციის უნარიც მიყვება ჩემი ხო და მე მგონია რომ რაღაცნაირად არა მე მგონია რომ რაღაცნაირად ბიჭო აღარ ენდობა აღარ გექნება რა მორჩა გავიგე მაგრამ ჯერ ვარჩევთ ფოტოებს ხო აღარ ენდობი უკვე ფოტოს ხო აღარ ენდობი ხო აი AI-ზე არ მაქვს ლაპარაკი ფოტოშოპის ეპოქიდან გამომდინარე ხო აღარ ენდობი და რითი ხვდებოდი რომ ფოტოშოპი იყო თქვა შეიძლება მიხვდარიყავ იმით რომ არაადეკვატურია რაღაც ფოტო რა ეხლა იმას გარდა გავუმრევი მე რომ ფიგურო დაინახე რეალიზმ აისურით მაგდას ფოტოშოპი ხო არისოდი არა, მაგრამ რა შუაშია? არა, ადრე ფეხბურთელების ტრანსფერებს ვიგებთ მე ჩემ ბავშვობაში მაისურით თუ გაიჩნდებოდა. მერე იყო 10-11 წლის პერიოდში ვიღაცა ბანძი ფოტოშოპით აკეთებდნენ ხოლმე ეს არ გავს იმას და მერე ძმაო რა ვეხა ის ნახე დუმფრისი ბერნარდო სილვას რეალის ფორმებში იყო ჩაცმული. მაგრამ ხო ხო ვერ ჩაიცვენა რეალის. ვერ ჩაიცვენა იმიტომ რომ საბოლოო ჩემპიონატზე თორე ფოტო იყო შეჩემა ანუ აი რავი გალაქტიკო. ხო მიხვდები რომ ეს ფოტო არ არის ნაღდი იმიტომ რომ კონტექსტით მიხვდები უფრო ვიდრე იმით რომ მე მას მაგას გეუბნები. ვიდეოზეც მაგას გეუბნები. ვიზუალით კი არ მიხვდებით ხო უკვე. მიხვდები კონტექსტით რა რაღაცა დეტალებით მიხვდები. მონდობლობა გაჩნდა კი. ბევრ ნაღდ ვიდეოზე უწერენ რომ ის მოხდა და ჩხუბი იყო სეგუნდაში რო იჩხუბეს. ხო. და ეს მეუბნება ეს ხო AI ხიმა ხო არის. მე მე ხა მომივიდა საფეხბურთო გამოცემები და წყაროებიდან ეხა მეც არ მეყურებია. იმან ნახა ლუკამ და ეს AI არ არის, აბა რა არის. ხო და აი ეგ არის უკვე რა. სანდოობა გაიზრდება ალბათ გამოცემაში. MotoGP-ში იყო ერთ-ერთი გენიალური მომენტია და მე თქვენს განახეთ მე მგონი. ვალენტინო როსი არის გადარჩენილი სიკვდილს რეალურად მან იმიტომ მიდის და წინ კიდე ტიპი მიც არ მოსვს ვინ იყო ეს და მოსახვეში შედიან
გვერდზე გილეწება ორი ტიპი რა და ეს ორი მოტოციკლეტი, ოღონდ ეს ორი ტიპი გორაობს, გადარჩენ აფერა მოვიდოთ. ეს ორი ტიპი გორაობს და მოტოციკლეტიც ცალ-ცალკე ორივე მოდის და როგორ არის იცი რომ ორივე ეს მოტოციკლეტი ესე რომ მოსახლეობა შეძენ, აი ესე მოდის გორაობით ეს მოტოციკლეტები, ესენი ესე მოდიან და ვალენტინ როსის ორივე ჩაუვლის აი ცხვირწინ რა, ორივე მოტოციკლეტი წამში ხდება ოღონდ რა. და ორივე ჩაუვარა, უბრალოდ ერთმა წინ ჩაუვარა და ერთი უკან. თუ რა წერია რა, ძალიან ახლოს. აი გადარჩენილი არის მილიმეტრებში და წამის 100-ად 1000-ში ალბათ რომ არ დაეჯახა ან ერთიან მეორე რომ მოკლავდა უეჯველი რა. და რომ ვანახე მე რემაში კომენტარებში შევედი რა, მიმყავდა ეგთან ლაივში მაგ ეგ ბოლა წაყვანილი მაგ ლაივში, ნახე საკუთრად ლაივში ეგ მომენტი და მე კომენტარებში პირველი 1-5-6 კომენტარი იყო რომ AI გაკეთებული. ამას ნაღდი იყო, მიმყავდა რა, ნახე მაგ ეგ. საყვარელი კონტენტი AI ჩემი რომელია იცი ისტორიულ მომენტებს რო ცვლიან ჯერჯერობით ეგ ვიყო მე მეგონა აი ბაჯოს პენას ატანინებენ და ტიპი რო აკეთებს ერთი ხო მე მაგან დაიწყო და ეხლა რაღაცა ჰიტლერი ბავშვობაში რო რაღაცა კარგად ხატავდა რა ჰიტლერი აკადავდა ცუდად რეალურად მე ნახე გავსთორე კიდე ადამიანებს ვერ ხატავდა და მაგითო დაბრაგეს ხატავდა შენობებს ედავშენ ეგ ვიცოდი მე პოსტკარდებიდან ხატავდა მე ეს დაიდებდა ის იყო რა ჟილკიანი მანაც ცოტა ის ეგეთი იდეაში ხო ცოტა არა შემოქმედებითობა მაგრამ ხა მაშინ ეთყობა მაშინ ძალიან ის იყო პრესტიჟული რა ვენას იმავე პერიოდში დაახლოებით როცა ჰიტლერი გამოვაგდეს სავარაუდოდ სამხატვრო აკადემიიდან არც მიიღეს ზუსტად იმ პერიოდში არ მიიღეს ასევე სალვადორ დალი მადრიდში ხო იმას გამოაჯმევინეს ეს არის ჩემო მას ხატავდა იმან გააგზალა მაინც ფრანკო იყო და არ მიუშვა პროსტა ეს ფრანკო არ იყო ჯერ არა ნუ მე თანიკ არა იმან თავიდან ხატვა მაინც გააგზალა რა არ დანებდა და ეს დანებდა აი სუსტი იყო სუსტი ნებისყოფის კაცი იყო რა აუ დღეს მარცხი ვერ გამოიყენა სწორა შენი აი ეს რაღაცნაირი კონტენტი რომელი არის ხამე რომ გინდა რომ გაატანინო რა ესეთი რაღაც აი ომზე არ უყურებ ხოლმე ძალიან ბევრი შენდენი მაგ ნახე მეორე სოფლიო ომზე ესეცემა ხო მე ხავდება რილსები ისტორიულ ჩენელზე დილის ანუ დღის კონტენტია ეგ თუ ღამის არა ეგ ღამის კონტენტი 2 საათი მერე არის 2 საათის მერე კონტენტია გიფიქრია რა ანუ ეგ რას მიშურე მე ჩემ თავში რა დავიჭირე იცი რა წარმოვიდგინე რომ რაღაცა სტალინგრადის რაღაცა და მე წევარ ჩემი პატარა პრობლემებით გაიგე და ამ ჯარისკაცებს რო უყურებ სტალინგრადში აფრიკაში იყვნენ მართლად ანუ განა კინო კი არ არის მარტის საწყალი ასტრაფებული კადრებით გერმანელები რო დგანან ამ სტალინგრადში და კაი არა უშავს ყველაფერი კარგად იქნება მაგას მაწული იმი არის ტიპი რაღაცნაირ სახით იყურება ესე რა და ჩაჩქანი ახურავს და ესე იყურება და მეორე ომში დაღუპული მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცები გიყურებენ მათ ყველაზე უბედურ დღეებზე შენ როგორ ერთობი Call of Duty-ს რო თამაშობ ხო შენ მაგრა ისტორია და ანუ რეალურ ფაქტებზე როა გიჩენს და ტიპი რა გაიარა მაგისთვის და შენ ვაფშე ვერ აღიქვამ მაგ ის დაგურებული ხარ რომ კადრებში ჯარისკაცებს კადრებში დაგურებული ხარ რომ კამერას ანუ ყველა რო იცინის აი და მე მივხვდი რომ მართლა კი არ იცინიან უბრალოდ კამერა მაშინ ხო ხდები ისეთი პონტი იყო და რაღაც ეს ერთ არა და 20 წუთის მერე უნდა შეასკდეს რაღაცას და ბიჭო არა ისინი აი даже ის არა საჭირო რა რაღაცის ყურება და დოკუმენტური საერთოდ მაგალითად ხო წიგნია სიტყვაზე დასავლეთის ფრონტზე ყველაფერი უცვლელია მაგრამ რო კითხულობ ანისა ნახვამდის იარაღოებს ჰემინგუეის აი ომის არაადამიანურობა ჩანს ხშირად რა ნახვამდის საერთოდ მშვიდობით იარაღო ხო და განსაკუთრებით მშვიდობით არა განსაკუთრებით დასავლეთის ფრონტზე ყველაფერი უცვლელიაში აი ისე არის დაწერილი რომ აბსოლუტურად ადამიანობა არის ამოცლილი ყველა მომენტიდან თითქოს რა და ნახი მაგ თაკ აი რო კითხულობ ამას და ეს აი როგორ არის აღწერილი ვიღაცების სიკვდილი, როგორი ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ იმ რეალობაში იწყება. ერთ-ერთი პირველი შიში არის ხო, მის შიში, აი ბავშვობაში რო გაიხსენო, ხო არა, აი ბავშვო უჩდება, აი მშობლების გარდაცვალების შიში. ბიჭო, მე ვერ მოვასწრებდი მაგის შიში, იმიტომ რომ ომი იყო ისე. ხო. პატარა ვიყავ. რანადო შემშინებოდა ომი იყო უკვე შეჩემ. ანუ მე მაგ რეალობაში გავიზარდე რომ ომია. იმიტომ რომ 6 წლის ვიყავი, აფეთქები არ გავიგე 2 და თბილისის სამოქალაქო ომი რო დაიწყო. აფხაზეთს ომი რო იყო ვიცოდი, ესე სამაჩაბლოსი გამომეპარა, სოთაშორის. სამაჩაბლოსი, იმიტომ რომ სხვანაირი ომი იყო. ხო, მაგრამ 85 ეხო პირველი იყო, 4 სამაჩაბლოს ომი იყო 91-ში და ეგ გამომეპარა. აფხაზეთის მახსოვდა, იმიტომ რომ ჩემი ბიძაშვილის ქმარი იყო წასული თუნდაც და ანუ არა მარტო
და ეგ ვიცოდი რომ მიმდინარეობდა ეგ ომი და სამოქალაქო ეხა მახსოვს იმიტომ რომ რავი სკოლაში დავდიოდი ხო ბარნოვზე დავდიოდი სკოლაში და 100 მეტრში მტრიების ისინი იყო და გილზები ეყარა ხოლმე ქუჩებში და ყველაფერი მაგებს ვაგროვებდი ხო ანუ მახსოვს რა ისე რომ ბავშვობას მოყვებოდა დონაციები რაღაც კითხვები და ასე შემდეგ იქნებოდა ლუკა რა ხო იქამდე წავიკითხოთ და იქამდე ის მე გამახსენდა ისეთი ვიძინებ ხოლმე თქვი და იმდენად პატარა ვიყავი მაინც რა 7-6 წლის ვიყავ 8 წლის 9 აი მაგ პერიოდამდე გაგრძელდა რა 6-დან 8-9 წლამდე გაგრძელდა ალბათ რომ ეს ხო თანდევი იყო ცხოვრებისეული რა და მაინც ეგეთ პატარა რო ხარ ვერ აღიქვამ რამდენად საშინელებაა რა რამდენად უბედურებაა და საშინელებაა ომი ვერ აღიქვავ სანამ აი თქვა ცოტა არიზდები და შევა იგივე ფილმში აი ყველაზე თვალსაჩინოდ აღვიქვი მაინც ალბათ რიგით რაინც გადარჩენა რო ვნახე რა აი ის მომენტი დანას რო ურჭობს ეს გერმანული ნეალნელა რო ლაპარაკება მაგას არ უყურებ ეგ მომენტი სუდად გავხდი ბიჭო იცი როგორ სუდად გავხდი რომ მართლმსწლების მე ეგ მომენტი თუ იჭდებოდა ვერ უყურებდი რა იმიტომ რომ აი რაღაცა მაგ როგორ უნდა ნახო არ ვიცი ისე რომ არ მოქმედოს ვერ ვხვდი ძლიერი სცენა ხო არა ძალიან მაგარი სცენა ძალიან მაგარია და კარგად არის გადმოცემული ასაშინელებაა ომი რა რომ დაფიქრდე რომ ორი ადამიანი რომელიც ერთმანეთს არაფერს არ ერჩის ისე რეალურადო და რა საკეთებენ ხო რა ხდება ძალიან ის ბრუტალია შენი ღამის ეს არის YouTube-ზე არის ეგეთი მიმდინარეობა მაგისთვის თქო სპეციალურად დაწყობილი რა ფაქტები გეიმინგზე უყურებ ხოლმე ძირითადად ეგრე ქვია ვიდეოს რა გეიმინგ ფაქტები დასაძინებლად ანუ თუ fall asleep არის რა ანუ ჩართავ 3 საათიანი ვიდეოა მიდის რაღაცა ტიპი ყვება რა ამაში ეს იმიტომ მოხდა აქ რაღაცა იმი დეველოპერებმა ეს გააკეთეს და შენს გენძრევა ნელ-ნელა რა და იძინა ფაქტებს ახალი ისტორიულ ფაქტ ხო ანუ რა შედარებით ღამე ასაკტვილისთვის ღამის სასახმელად აი მაგდენი ინფორმაცია გაძინებს ხო გაძინებს რა ამიტომ ისტორიულ პოდკასტებს რაღაცას შევუსმენ ხოლმე ღამე რო თუ დაძინება მინდა ანუ გავთ რაღაცა რასაც ღამე უყურებ კი მე არა ანუ ეს საინტერესოა უფრო მალე მაძინებს ბიჭო არა მე გავწხრებ მაგრამ მე თვისება მაქვს რომ რაღაცაში იყურებ ვიდეოს რო უყურებ რაღაცაში იყურებ ხო რამე თუ ვნახე რაღაცა მე შეიძლება გადავამოწმო ხო ანუ ეგ სუმაკ რა არ ვენდობი რა იმიტომ რომ შეიძლება ვიკიპედიას ისე ChatGPT მიმი შემხვდა ეს ვიკიპედიაო ChatGPT-ის ეპოქაშიო და ძალიან რო ისე დამწოხრებული იყო და ვაფშე არა ChatGPT მაგარი ყლებობა ანუ ინფორმაციის პონპონში მაგარ სიტყუება მაგარ სიტყუება ChatGPT ძალიან მატყუარა ტიპია განსაკუთრებით უფასო ვერსია როგორც ვიცი უფასიანი არ მაქვს მე მაგრამ ძალიან დიდი სხვაობა არის უკვე რა ანუ ბული თუ ყლებობებს რაღაც გითხავ შეჩემან ფეხბურთზე ხა რაღაცას ყოველ მიხვდები და მით უმეტეს ხა ChatGPT-ს ამას თუ ეკითხები იმიტომ ეკითხები რომ არ იცი და შევჩენკო თამაშობდა ბაიერნშიო ბიჭო არა ფეხბურთის ფაქტებზე ისე ყლებობებს ეგ ხომ არა დაჟე რა დამიწერე ტრაბლშუტშია რა ძალიან კაი რა ხომ არა რაღაცა ძალიან მაგარი რაღაცაა მაგრამ ისეთი თასკი მომიგვა რო რაღაც სამიკეთა იცი ინფორმაცია აი ისე ინფორმაციის მაჩვი მაინტერესებდა არგენტინი პატაგონია უფრო შორს არის პოლუსიდან თუ ვიცი რა იყო მეორე თუ ისლანდია შენ ბიჭო შეხوارა ბიჭო ლაპარაკობდით ანუ ის ჩემთვის კი არ ვიჭეკი შეჭამა და პატაგონია უფრო შორსაა თუ ისლანდია თქვენ კი არ ვიფიქრე ლაპარაკობდით მე და ერთი ადამიანი და მე აი ვამტკიცებდი რომ პატაგონია უფრო ახლოს იქნება პოლუსთან ვიდრე ისლანდია მეთქი იმიტომ რომ რუკაზე ხომ ახსოვს რომ პატაგონიის მე უკვე იწყება ის ანტარქტიდა რა მე ვერ გავანალიზე რომ ანტარქტიდა ძალიან ზებუთაა ასე პოლუსს ხებოთაა და ანუ ეს მეცნიერებთან აკადემიაში იყო ვისაც ისლანდია უფრო ახლო არის მაგრამ ნახე რა დამიწერა რომ ისლანდიას აშორებს ჩრდილოეთ პოლუსიდან ესა და ამდენი პატაგონიას ამდენი და აშკარად პატაგონიას უფრო მეტი აშორებს შესაბამისად პატაგონია უფრო ახლოს არის მეთქი ყლე ხო არა დაუწერე მეთქი შეხო არა გაგჭირდება რანაირად ეს ხო მართალი ხარო ის უფრო ახლოს არის ბავშვური შეცდომა მექანიკური შეცდომები მოხდა ანუ 600 კილომეტრი იყო სხვაობა ტრაბლშუტში ტრაბლშუტში აი რაღაც კომპიუტერზე ყველაზე ხშირად რა რამის დაყენება რო გინდა ლინკი იმიდან ამიდან და აი რაღაცას ერორ 7547 DS-ი რაღაც რო ამოგიდგა Gemini-ს ახმარო კი Gemini-საც ხმარობ და იმასაც ChatGPT მაგრამ ChatGPT მიგვარებს მაგას Gemini ვერა ფასიანი ვერსია გვაქვს ჩვენ ნაყიდი და ვამუშავებთ ოჯახში ლუკა მიყიდა ოქტოპუსის ეკონომიკა $20 ლუკა რა ღირს არა ძმაო სადაც სუნოში ვიხდი შეჩემას 2 თვეა ვიყიდი $30 ვიხდი ტყილა სადაც მოყვა დრაივზე კიდე ატურთვა შეგიძლია ფაილების და
Gemini ძალიან საკაიფოა, მე ძალიან მეხმარება, ძალიან კარგი მეხმარება. AI-ზე რო თქვით, რო ერთად გიდა ყველაზე საშინელება გითხრა AI-ს რაც მოყვა ხა AI მუსიკა. სუნო შეჩემო. ტაქსის ზოლებში და იმებში გავრცელებული. სუნო. მაგრამ აი რაღაც სიმღერები რო არის, გახრწნილი სიმღერები როა და ჯერ ხო სიმღერათ არის გახრწნილი და პლუს აი იმ ფანოხს ვიღაცა ჯიგარი მღერის ბიჭო რაღაცა თავისი აქვს რაღაცა რესტორნის ambience-ის მის აი ნამდვილია ეგეთია რა და ეს აი სულ გამოცლილი რო არის აი დრამატიკი ხანია რომ შევეშვი მაგას რა რაღაც ადამიანების გაჯაჯვას როგორც იციან რომ აი ეს იმას უსმენს და გოიმია და ეს ამას უსმენს და არა გოიმი და რაღაცები ხო და ცოტა ისე ვიყავი რა ვიცი რა უსმენს და აი ამას ვინც უსმენს ხო მაგრამ უკვე ნახე ეგეც სული გასარჩევი გახდა უკვე რომელი არის AI და რომელი არა მომენტალურად არა იმას ეთყობა რა ვიცი ეხლა რაღაცას არ ვიცი უჯერ არ ეთყობა მე მომიშვენია ისეთ რომ არ ეთყობა ვერ მიხვდები რა არ იცოდა და ვერ მიხვდები AI-ი ახლა Beatles-ის AI მე რომ დაწერე AI-ს რომ მივცეგეთ დავალება რომ დაწერე რაღაცა Paul McCartney როგორ მღერის რაღაც იდიოტობას ხომ მიხვდები რომ მაგას არ იმღერა არა ეხლა Paul McCartney როგორ მღერის იმას რა ქვია ავი სიდა იანოჩის კანიო ეს რა ქვია